ჩაქაფული მოვამზადოთ ქათმის ხორცით, ნაზი, არომატული და ძალიან წვნიანი. იცოდით, რომ ჩაქაფული არანაკლებ გემრიელი გამოდის სწორედ ქათმის ხორცით. ეს არის ტრადიციული ქართული კერძი, რომელიც გაზაფხულის არომატითაა სავსე. დიახ, ჩაქაფული საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია აღდგომის დღესასწაულზე. და მისი მომზადების ტრადიცია უკავშირდება გაზაფხულის სეზონს. ახალი მწვანილების სიმრავლეს. დღესასწაულის სუფრისთვის გამორჩეულად გემრიელი და არომატული კერძის შექმნის სურვილს. ჩაქაფულის მთავარი ინგრედიენტები არის ხორცი, ტყემალი, მწვანილები და რა თქმა უნდა თეთრი ღვინო, რომელიც კერძს აძლევს დახვეწილ არომატს და ხორცს კიდევ უფრო ნაზს ხდის. ხომეთანხმებით, რომ აღდგომის სუფრაზე ჩაქაფული გემრიელი ტრადიციაა, რომელიც გაზაფხულის სიხალისეს და დღესასწაულის განსაკუთრებულობას კიდევ უფრო აძლიერებს. დუშეთის ქათმით მომზადებული ჩაქაფული ნამდვილად გამორჩეულად გემრიელი და არომატული გამოვიდა. აღდგომის სუფრაზე ჩვენთან ყოველთვის ვამზადებთ ამ კერძს და თქვენ თუ აკეთებთ, აუცილებლად გამიზიარეთ.